გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი განწყობა. ავიწყოთ ჩვენი ასე თქვათ მოგზაურობა. იცით საინტერესო ადგილას ვარ და პატარა გული მწყდება, რომ ბოლომდე ვერ ვანხორციელებთ ამ სრულ ასე თქვათ დათვალიერებას, რასაც ჩვენ შეგვიძლია. ესე იგი, მე ვიმყოფები 20-იან გზაზე, რომელიც ეს მიდის აიდაჰოდან ესე იგი აიდაჰო, იუტა, ვაიომინგი და მონტანა. ეს პერიოდი ეს ადგილები უნდა გავიარო და ამ ადგილებში რატო თქვი შტატები? ესე იგი აქ არის ნაკრძალი, რომელიც ყველაზე პირველ ნაკრძალად ითვლება მსოფლიოში, იელოუსტონის ნაკრძალი. დიახ, ის ცნობილი იელოუსტონი, რომელიც ალბათ იცით რომ რა ხდება მან დრო, ესე იგი მან დაარი ვულკანი, რომელიც ძალიან ახლოს არის დედამიწის ზედაპირთან და მეცნიერები იძახიან რომ აი პატარა რაღაცა არა ისეთი არასწორი რაღაცა ნებისმიერ დროს თუ ამოფეთქა, თუ რაღაცა დარღვევა მოხდა, თუ ამოფეთქა ამ იელოუსტონის ვულკანმა, ნახევარ ამერიკას დაფარავს და მთელი მე ეს პროცესები წავა მთელ მსოფლიოში ძალიან ცუდი. ამ თემაზე ზოგადად არ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იძაბება ამაზე, მაგრამ როგორც რო წაიკითხავთ იელოუსტონის შესახებ, მეცნიერები აი დღე-დაღამე სულ სწავლობენ რაღაცა წინასწარ განსაზღვრონ, ან გამოსაზღვრონ, რა მოხდება, როგორ მოხდება და ასე შემდეგ. ეს უკვე მეცნიერები რასაც ამბობენ, მაგრამ თვითონ იელოუსტონი საკმაოდ ლამაზი, ულამაზესი ადგილია. აქტიურად არის მგონი, როგორც ვიცი, 10,000 კვადრატული მეტრი, ჰექტარი, 10,000 ჰექტარს მოიცავს და უნიკალური საფარია მცენარეულობის, ცხოველებით და თავისებური ისეთი ფერები, ისეთი ლამაზი, ისეთი გამჭვირვალე რა კრისტალების და იმეების მთელი ნარევია და ძალიან ამერიკელები ისტორიულად ამ ადგილს ეძახიან ამერიკის ოქრო ადგილს, ამერიკის ბრილიანტს ასე ეძახიან ამ ადგილს და მართლა სასწაული სილამაზეა. ხო და აი მან მინდოდა მისვლა, მაგრამ რო გადავხედე ზემოდან მე ჩვენ როგორ ვაკეთებთ ხოლმე რომ ტრაილერით ახლოს მივდივარ და მე ან ტაქსის ვქირავ, ან ფეხით მივდივარ, ხო გახსოვთ რაშმონის მთაზე რო ვიყავით, იქით რო ვიყავით გადასულები, მასე ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ეს კანიონში რო ვიყავით, მაშინაც მანქანა ხო ვიქირავე. გრან კანიონში რო ვიყავით და მაგი კარგად გამოგვივიდა, მაგრამ აქ უბედურება რაშია, იცით? ცუდი საქმე რაშია, რომ მე რო მივდივარ, მისამტანი მაქვს ნორდ-დაკოტაში, ორშაბათამდე. კი, თავისუფლად მივარ, მაგრამ რომ ვიჩარიჩო და რომ მივიდე, აი ახლა ხო მივარ რაღაც ეხე საღამოს 8 საათზე იმ რა ქვია იელოუსტონის პარკში და ფაქტიურად საღამოს 8 საათზე რომ მივიდე და ვერაფერსაც ვერ ვნახავ და თქვათ რომ დავჩე და დილით წავიდე, მე უკვე ფაქტიურად მთელი 10 საათი გაჩერება მინდა და ამიტომ აქედან გამომდინარე ტვირთს ვერ მივიტან თავი დროზე და ისე გამოდის რომ აქაც გავიფუჭებ საქმეს და იქაც ვერ ვნახავ ისე რაც საჭიროა, დღისით უნდა ნახო თუ უნდა ნახო. მაგრამ ამ გზაზე მე ნამყოფი არა ვარ, რომელიც სპეციალურად წამოვიდი ამ გზაზე რომ იქ მოხვედრილიყავი, მაგრამ მე ბიჭებს რო ვკითხე, ძალიან ულამაზესი გადასასვლელებია, პერევალებს რო ეძახი და დიდ სიამოვნებას მიიღებო და არ ვიცი, შეიძლება იმ გადასახედებიდან შორიდან მაინც დავინახოთ იელოუსტონის თავისი გეიზერები და ვულკანური ამოფრქვევები, ბოლი რო ამოდის, იმის ნახვა შეიძლება ნახოთ, აი არ ვიცი, თქვენთან ერთად გავივლით ამ ადგილს და თუ რაღაცა საინტერესო გამოჩნდა, ხო ნახავთ. მაგრამ ერთი მაინც მინდა ცოტა მაინც ჩვენებურად ცოტა ინფორმაცია მოვაგროვე ამ იელოუსტონის ნაკრძალის შესახებ. ამერიკელები ხშირად ამაყობენ, რომ აი 1800 მოგზაურები ვინც იყვნენ, რომ მოვიდნენ. ეხლა რა არის იელოუსტონი? ეს ხო გითხარით, წეღანო ვულკანი არის ძალიან ახლოს მიწასთან და იქიდან გეიზერები, ბოლები, რაღაც მინერალური წყლები დადის, სასწაული ფერებია და აი მაგის სანახავად მიდის მთელი, როგორც ვიცი,
ყოველწლიურად 10 თუ 20 მილიონი ტურისტი მოდის ყოველთვის აქ რომ დაესწრონ ამ ადგილს. ეხლა ბევრი დოკუმენტური ფილმია იელოუსტონის შესახებ გადაღებული და აი ჩვენ და ყაზბეგისკენ რომ მიდიხარ და ეს მინერალური წყლები რომ მოდის და გოგირდის წყლებს რომ ვეძახი და ფერად ის რომ აი თუნდაც თრუსოს ხეობაში თუ ხართ ნამყოფი, იქაც მრავალფეროვანი ქვები და კრისტალების აი ესეთი ხედვე ნარევია, აი აქაც იგივეა, უბრალოდ აქ არის ძალიან დიდი მასშტაბები. მე ამერიკელები, რისი ამერიკელები იქნებიან, რომ ეს კომერციული მასში არ გადაიყვანონ და ძალიან ბევრი სასტუმროები, გასართობი ცენტრები და იქ ჯიპებით და მანქანებით და ვერტმფრენებით დაფრინავენ და ერთი სიტყვით ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ადგილია მთელ ამერიკისთვის. დასანანია რომ ჩვენ ამას ახლა ამჟამად საშუალება არ აქვს რომ დავესწროთ. და დამავიწყდა რა შეხვებოდი მაშინ წეღარ რო თქვი ერთი მოგზაური იყო ამერიკელი და უცბად ნახა რომ ეს მე-19 საუკუნეში ხდება ხას 1860 წლებში რომ ნახა რომ ეს ბოლი ამოდის ხო გეიზერები რომელიც პერიოდულად არის მათ მუდმივად არ ამოდის იქ რაღაც პროცესები ხდება და პერიოდულად ამოდის ხოლმე და ამ კაცმა რომ მოყვა რომ აი ესეთი თეთრი ბოლები ამოდის და ფერადი ბოლებიო ხალხი დასინოდა და თქვენ შეხო ვერ ახარ თავის მანტორზეო და მე გავიდა გარკვეული დრო და უკვე ფოტოგრაფია ასე თუ ისე გავცელებული იყო და ფოტოები დაესწრენ იმ პროცესს, როდესაც ეს გეიზერები და ცხელი წყლებიდან ამოდიოდა ეს ფერადი კვამლი და დაიჯერეს. ახლა გვარს ვერ ვიხსენებ იმ გვარისა და მე უკვე გრანტი იყო მაშინ პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტი და იმის ყურამდეც რომ მივიდა ესა სასწრაფოდ გადაწყვიტეს რომ ეს ტერიტორია ხა ჩვენ რასაც ხედავ ყველაფერი 10,000 ჰექტარია რა ეს ძალიან ფაქტობრივად ამდენია მთელი კახეთის ხელაა ფაქტიურად უფრო დიდი მგონი და გამოაცხადეს ნაკრძალად და თურმე აღმოჩნდა რომ ეს პირველი ნაკრძალი ყოფილა მთელ მსოფლიოში დედამიწაზე და ამერიკელები ამაზე ძალიან ამაყობენ ამ ნაკრძალში მოგეხსენებათ ბიზონებია ძალიან ბლომად საერთოდ ბიზონი ხო იცით ეს დიდი ასეთი დიდი მასიური ძროხიც ჩლიქოსანია თუ შეხვდება იძახიან ამბობენ რომ ზოგჯერ ასე ქუჩაში გადადიანო მოგეხსენებათ ბიზონები აი სტატისტიკოსები იძახიან რომ მილიონობით ბიზონი იყო ამერიკის კონტინენტზე და ინდიელების ძირითადი ვინც ადგილობრივი მკვიდრების ინდიელების ძირითადი საკვების საშუალება იყო გარდა იმისა რომ ხორცს ჭამდნენ მისი ყავისგან ტანსაცმელს აკეთებდნენ ფეხსაცმელებს და დღემდეც ძალიან მოთხოვნადია მაგრამ მე-19 საუკუნიდან ეს ინგლისელები და ევროპელები რო შემოვიდნენ ამერიკაში და ბიზონის ყავისგან კეთდებოდა კარგი აი ეს სამხედრო ჩექმები და ბატინკები ასე რომ ვთქვათ და დიდი ფულის საშუალება იყო კეთების და მიდიოდა მასიური განადგურება ამ ბიზონების, იმიტომ ფულს აკეთებდნენ. და ეხლა ზუსტად ვერ არ მახსოვს რაღაც მილიონობით ბიზონი იყო ჩილოეთ ამერიკის კონტინენტზე და წარმოიდგინეთ მე-20 საუკუნის დასაწყისში 2000 ბიზონი დარჩა. რიცხვებს დაფიქრდით რა რიცხვებია. მე ძირითადად ნაკრძალი რო გამოაცხადეს ეს ძირითადად აქ შენარჩუნდნენ ბიზონები ამ იელოუსტონის მიდამოებში და არ ვიცი წავიკითხე და 2010 წელში 1920 წელში თუ 2000 იყო თუ რაღაცა მე მაინც ბრაკონიერები და ისინი ანადგურებდნენ და გონი დარჩათ მე 1915 წელს 500 ბიზონი და აი მე ამერიკელებმა თავში ხელი მოიწეს და დაიწყეს უკვე აკრძალეს ნადირობა ის აკრძალეს და ეხლა თურმე ამერიკაში ყოფილა საერთო ჯამში 5000 ბიზონი. აი ვერადა ეს პოპულაცია ვერადა ვერ გაამრავლეს და მაქსიმალურად ცდილობენ, თუმცა ამერიკელები ამაყობენ რომ აი მაინც აი ეს ბუნების დამცველები და ცხოველთა დამცველები რომ მაინც ამხელად რა ქვია წინსვლა გააკეთეს. ეხლა არ ვიცი მე ამას ყველაფერს ინფორმაცია სტატისტიკური საინფორმაციო წყაროებიდან ვიღებ, მაგრამ გახსოვთ ჩვენ რომ ვიყავით ვაიომინგში და მე მანქანა გავაჩერე და ბიზონები იდგნენ და რა ვიცი
200-300 ბიზონი იყო და ეხლა დავიჯერო უკვე 100 წელზე მეტია გავიდი წელი 100 წელზე მეტია გასული და 5000 ბიზონზე მეტი ვერ ისა ვერ მოაგროვეს და აქედან გამომდინარე ეხლა მაინც ვერ ისვენებენ აი ბიზონის ხორცი ბიზონის ისა არის ეხლა რესტორნები სხვათა შორის დაგავიწყდათ მე ჩვენ როდის გვინდოდა ბიზონის ხორცის გაშინჯვა და შეიძლება აქ სადმე გავჩერდეთ და აი ნახოთ ბიზონის ხორცი მივირთვათ ხო და რატომ ამბობდი რომ ეს მაინც უჭირთ ეს გამრავლება და ძალიან ცდილობენ და რა ვიცი ნახოთ მაგრამ უბრალოდ აი რისი თქმა მინდა წამლი მილიონობით ბიზონიდან 500 ბიზონამდე რომ დაიყვან წარმოვიდგინეთ რა მე მოგეხსენებათ ამერიკაში მგლები მოსპეს ხო იყო პერიოდი რომ ვაფშე გაანადგურეს და სამაგოდ გამრავდა ძალიან ბევრი ირემი და ირემს ქვია ამერიკულ ირემს დამავიწყდა მისი სახელი ძალიან ბრუნად გამრავდა და მე ბევრი ავანტყოფებები გავცედა და უკვე ისე მეცნიერებმა გადაწყვიტეს რომ გაემრავლებინათ გლები და აქ გონი 30-40 წლის წინ კერძოდ კანადიდან მოიყვანეს 40 მგელი და გაუშვეს ამ იელოუსტონის ნაკრძალში და ეხლა როგორც ვიცი რაღაც 1000-მდე მგელი 1000-მდე მგელი ცხოვრობს და კიდე უნდათ გაამრავლო, მაგრამ არ გამოდით, ნუ ყოველ შემთხვევაში ისი თქმა მინდა რომ აი ეს ცდილობენ რომ აი რასაც ანადგურებენ ის აღადგინონ რა. იმიტომ რომ და მაშინ მგლები რომ მოსპელს ამერიკიდან დაირღვა ის რაღაცა ბუნებრივი ჯაჭვი და ბევრი ავანტყოფებები ტრიალებდა და იქ ცალკე სხვა ცუდ შედეგებზე მივყავდათ. მიდიოდა საქმე. ეს სიტყვით ისი თქმა მინდა რომ აი ბუნების კანონს რომ ეწინააღმდეგები მის დადგენილ წლობით საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებში რო ჩაერევით, რა თქმა უნდა, ცუდი ამბავი ხდება. რა ვიცი, ხა შეძლებს დაგვარად მაინც მეცნიერები და ასე თქვა ზოგადად ვიტყვი კაცობრიობა მაინც ზრუნავს ცხოველებზე, მაგრამ მაინც ძნელია და ადვილი ნამდვილად არ არის. ნუ ასეა თუ ისეა მეგობრებო, ხშირად ძალიან წყდება გული რომ რაღაც იქითკენ არის იელოუსტონი, რაღაც ერთი 60 თებია მერე და უკვე ვერ დროც არ აქვს, იმიტომ რომ მივარ საღამოს უნდა მივიდე და ალბათ ნახოთ მე შემდეგში ისეთ პერიოდში თუ მოხდა რომ სადმე გავაჩერო და მე დილა და მე უკვე ტაქსი წავიდე. ყოველ შემთხვევაში ეს უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად უნდა ნახოთ იელოუსტონის ნაკრძალი. ჩვენც ახლა, რა ვიცი, რა შემოგთავაზოთ მეგობრებო, ბიჭებმა მითხრეს რომ ხედები არისო ძალიან ლამაზიო და ნახოთ, აბა თუ არ ჩამოგვიბრუნე და იმ ხედებს მაინც გადავხედოთ და ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ ამერიკის, უბრალოდ დასავლეთის ნაწილს გადავხედოთ ჩვენებურად და წარმოდგენა მაინც შეგვექმნება რა ბუნება და რა გარემოა აქ. რუკას რო შევხედოთ, აი ეგ მიუყვები გზახვა და აქეთ არის მთათა სისტემა. აი იქით ეხლა მთათა სისტემა არის სულ იელოუსტონის მიდამოები, აი ესა. რაღაც ერთი 100 კილომეტრია სიგრძით და სიგანით 60 და ის ნაკრძალი მაგ ტერიტორიას მოიცავს. ნახოთ, იმედია რაღაც უფრო ლამაზ ადგილებს ნახავ და ასე თუ ისე რო იტყვიან ტონის გარშემოტრიალებ და 10% მაინც ნახავ რაღაცა წარმოდგენა მაინც შეგვექნება. სულ დამავიწყდა ადრე კი არა წლის წინ გახსოვთ ეს მუსუმა იგილი იქ რო იყო მუსუმათა სახელმწიფო და დაძაბული სიტუაცია იყო ამერიკასთან. ამ მუსუმანებმა ეს იგილის წარმომადგენლებმა ასე რო დაიძაბო ამერიკელებს უთხრათო თქვენ დამარცხებას არაფერი პრობლემა არ აგვაქვს, ეგერ მოვალთო იელოუსტონის მიდამოებში და იმ ბომბას ჩავაგდეთო იმ მძინარე ვულკანის კრატერშიო. და აი მაშინ უკვე ამერიკელები დაიძაბნენ და მთელი ეს მისი პერიმეტრი იელოუსტონის სულ სამხედროები იდგნენ. ეხლა მოხსნეს, არ ვიცი, მაგრამ მაინც რაღაცას გამორიცხული ახლა ბოლომდე
უკონტროლოთ იყოს ეს ყველაფერი. აი წარმოგიდგენთ ახლა ვულკანი ახლოს არის, კრატერთან ახლოს არის და იქ რო რაღაცა ბომბა რო ჩააგდო ის პროცესებს წარმოქმნის და მე მთელი მას ვულკანი აფეთქდება. და მე უკვე ჩაცხრა ამაზე ლაპარაკი და ეხლა უკვე აღარ ლაპარაკობენ და ყოველ შემთხვევაში დროებიც არ დგანა. ვაიომინგში ხა ჩვენ ამდენჯერ გაგვილია იქით ადგილებში, აი კასპერი და იქით ამხარეს, აი იქიდან იწყება. ამ ესე იგი ეს იელოუსტოუნის ნაკრძალი და რამდენიმე შესასვლელია, ესე იგი ვაიომინგიდან, მონტანიდან, აიდაჰოდან და იუტადანაც არის შესასვლელი და ყველაზე დიდი ტურისტები მოდიან ვაიომინგის მხრიდან, რაღაც 60-70%. ასეა თუ ისე, ნახოთ აბა რა გველოდება და იმედია რაღაც საინტერესო რაღაცას ნახავთ. აი ახოს ბუნება ასე თუ ჩვენ კარგად ვიცით, მონტანა ესეთი დასახლებებია, თავისებური სტილია და ეხლა იმედი გვაქვს შეიძლება დათვინახოთ ან გამომავალი ბიზონი, რა ვიცი, ნახოთ. ზოგჯერ არის ხოლმე რომ ბიზონებს ჩვევიათ ასეთი რაღაცა რომ ტერიტორიებს ტოვებენ და ჯოგებად გადადიან ხოლმე რა. მე მაგ ნანახი რამდენჯერმე დოკუმენტური ფილმები დღემდე მეცნიერებს ვერ დაუდგენიათ რატო სად მიდიან და რა უნდათ, მაგრამ არის ხოლმე ასეთი პროცესები და რავი თუ მოვესწარეთ, კარგი იქნება. ან ბოლოს და ბოლოს ბიზონი მაინც ვნახოთ, ხელი მაინც მოვუკიდოთ არა. ან ბოლოს და ბოლოს რადგან თუ ჩაგვივარდა ვარიანტი, ბიზონის ხორცი შევჭამოთ, გავშინჯოთ ბიზონის ხორცი. აი ნახეთ, ეს უკვე სახლი, მოძრავი სახლები, ეთყო ტურისტები რო გადადიან. ნახოთ, იმედია რაღაცა საინტერესოს გადავეყრებით. აი დავამთავრეთ. აგა შევედით მონტანაში. იელოუსტონი და 10 კილომეტრი იმ ცენტრამდე, სადაც უნდა მიხვიდე. რა ვიცი, ვერ გავრისკავ რა. არა, გავრისკე და კიდევ ამ პროცესებში საღამო იქნება რა. და აზრი არა ახლა. ისე მონტანა ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვაქვს გავლილი, გამოვლილი, გახსოვთ, მაგრამ ცენტრალურ გზებზე ვართ ნასიარულები, მაგრამ ეხლა ჩვენ ქვემოდან ამოდივართ და ამ მიდამოებში პირველად ავართ რა. მე ძირითადად ზამთარში ვერიდებით ხოლმე აქეთ სიარო და ეხლა ზაფხული რო იმიტომ წამოვედით აქედან, თორე ზამთარში სულ თოვლი და ყინვა და მოყინული გზებია და ყოველთვის ვერიდებით ხოლმე მძღოლები აქეთკენ წამოსვლას. თუმცა სილამაზეში წუნი არ დაედება. რაღაცა შეჯიბრია ცხენების, მაგრამ ვაიმე. სად გავაჩერო მანქანა? აფსუს. ცხენების სიარულში შეჯიბრებოდნენ, მაგრამ ტრაილერს ვერ ვაჩერებ ვერსად. აქ შევიდე, მაგრამ აქ ვერ მოვატრიალებ რა. აფსუს. ნახეთ, აქ რო შევიდე, როგორ მოვატრიალო. თან უკან ნახე მანქანები მომზდებენ. დამწყდა გული. საღამო, ახლა ცხენების ისინი დადიან ახლა ცხენები და აი ტურისტები და ალბათ პატარა შეჯიბრებებსაც აწყობენ რა. შეხედეთ ამდენი ბავშვები, ქალები, გოგოები. რა გავაკეთო, მე აი მოდივა და ვერ ვაჩერებ მანქანას ვერსად. თორე ახლა წავიდოდი იქა, ფეხით გავიდოდი, არ დამეზარებოდა. არ უნდა იყოს ტრაილერების გასაჩერებელი. ეს დათვების და იმების სურათებია, ნახეთ, შეხედეთ. გლების და გრიზლი და ვოლფი და მთელი ამბები და აქეთ კიდევ კემპინგები, ეს ტურისტები რომ მოდიან და მანქანებით. ასეთი იღვნიანი ისახადა, ეს როგორ მოგვივიდა რომ ვერ გავჩერდით, ჯორჯ. ჯორჯ დავაბრალეთ, არა, იღვნიანია და დასანანია. ეჯიბრებოდნენ ცხენების სირბიში და ხტუნაობაში. არა უშავ, შემდეგში აბა ჩაგვივარდება ეს ვარიანტი. ესე იგი, ახლა რუკას რო უყურებ, უკვე ამ გზიდან ეს მარჯვენა მხარეც არის იელოუსტონი და ჩვენ უკვე მოგვიწევს მარცხენა მხარეს. ეს იმაში ისასო იმიდან მოევს უკვე მალე დავშორდები და უფრო ცენტრალური გზისკენ წავართ.
გამოვიარეს რაღაც 20 მილი და აი პატარა დასახლებაა. ეს იქით პატარა კარვების ტურისტები არიან, რომელიც კარვები აქვს გაშლილი და ეთქობა რაღაც ასე ვთქვათ გასაჩერებელი ადგილია ეს დასახლება რა. აქიდან მაინც შევხედოთ ნელ-ნელა. ეხლა აქ რო გავაჩერო მე უკვე რითი წავიდო უკან. არა, საღამოა რა, ეს საღამო რო გვაქვს ეს 9 საათი უკვე ზედ დაიწყეს უკვე დაბნელებას. მიდამ აი რამდენი ტურისტები არიან, ნუ ხალხი მოდის. მთელი კაფე სავსეა. Canyon Street. ამბავი ბაიკერები მოვიდნენ 1 2 3 4 ამათა თავისი ჯგუფები აქვს დადიან ზემოთქვემოთ. იმდენი არიან პარტია რო შექმნა, დიდ იმას მოახერხებენ რაღაც პოლიტიკურ ძვრებს. სულ ყველგან ძალიან უყვართ ეს მოტოციკლებიც იარო. წავედით იქნებ რამე უფრო ლამაზი ხედი ვნახოთ. ეხლა გავართ ამ დასახლებიდან და ეხლა მარცხნივ წავედი და უკვე ჩილოეთისკენ მიდივარ და ვშორდებით უკვე იელოუსტონის მიდამოებს. ეხლა ვფიქრობ რამე ლამაზი ხედი თუ გამოჩნდება, იქ გავჩერდეთ, გადავიღო და დავამთავროთ ეშვენი. გული დამწყდა. ჯერ ესეთი იელოუსტონზე ვერ მოხვდი და აი მცხენების შეჯიბზე როგორ გავჩერდი, მაგრამ რამე იქნა მანქანა ვერ გავაჩერე, არ იყო გასაჩერებელი. არა უშავს. ეხლა ვნახოთ რამე ლამაზი ხედი და იქიდან გადავხედოთ ამ მიდამოებს. აგერ გავერთვე აეროპორტიც ქონიათ რა, ესე იგი ტურისტები თვითნავით მოდიან, ეხლა გავიარეთ. ამერიკელებს კომერციაში ვერ აჯობებ. ფული კეთდება, ყველგან გამოიყენებენ. რა თქმა უნდა, სიამოვნებაცაა და ამხელა იმას რო ნახავ. რატომაც არა. 20 მილიონი ტურისტი მოდის ყოველ წელს იელოუსტონის სანახავად. ამხელა ციფრია მეგობრებო. 20 მილიონი. აბა ნახოთ აი რაღაცა ტბა არის და იქ იქნება ალბათ აი ხედი. მონტანა თავისი სილამაზით წარმოგვიდგა. ნუ ფაქტობრივად თელი მონტანა ასეთია რა. ნაძვნარი მთები და ასე შემდეგ. ფიჭვნარი, წიწვანი ტყეებისგან შემდგარი მთები და გორაკებია სულ დაფარული მონტანაში. ჩვენ ეს ბევრჯერ გვახდა ნახე არა. ახალი თითქოს არაფერი არ არის. ეხლაც მეგობრებო, იელოუსტონის ნაკრძალში შედის ესეც რა. უბრალოდ ჩვენ ცოტა უფრო ჩილოეთით მივდივართ. იმ გეიზერებს შორდებით რა. და უფრო ჩილოეთით მონტანაზე. თუმცა ეხლა წარწერებს ხედავ ხოლმე National Forest ასე წერია ხოლმე წარწერები შეხვდა რამდენჯერმე. აგერ გავჩერდეთ.
იქ ვერ მივედით, სადაც გეიზერები და ეს ფერადი ქვებია და სადაც მთელი ტურისტები მიდიან, მაგრამ მაინც იელოუსტოუნის მიდამოებში ვარ და რაღაცით ხომ უნდა შევიგრძნოთ. გავიდე და სუთაჰაირი მაინც ჩავისუნთქოთ. ეს პატარა მანქანით რო ხარ, კარგია, იმიტომ რომ ფაქტურად აი მთების იქით არის იელოუსტოუნი და გეიზერები და მთელი ამბები და აგერ რუკაც არის და ნახოთ. ამასობაში მახსენდება ბაკურიანში და წაღლოში რო წამიყვანდა ხოლმე და ჩააღე ბიჭო პირის ჩაისუნთქე სუთაჰაირი და ჩვენ წავდგეთ და ჩავისუნთქოთ. ეხლა იელოუსტოუნის მიდამოებში ხო ვართ. 10,000 კვადრატული ის არის ფართი 10%-ით ხო მაინც რაღაც შევიგძენეთ, ნახეთ. ალამაზად არის აგერ. სავარაუდოდ ესენი ეს მანქანაში არ არის და ეტყობა ფეხი წაუყვებიან იქით რა. და აი რუკა სადა ვართ ახლა ჩვენ ნახოთ. აი უყურეთ აგერავა ჩვენ ახლა და აი ეს არის თელი ეს იელოუსტოუნი რა. ფაქტობრივად ჩვენ ხო ასე მოვედით და გვერდზე მივიდივარ და მივიდივარ შილოეთში და ესეთ ასე უნდა წავსულიყავით ახლა ეს სუბუქი მანქანა აგერ ესენი ფეხი წასასვლელი გზა არის. ესე იგი აი ეს მანქანის პატრონები აი ეტყობა ესე ფეხით წაუყვებიან იქით. გადავლენ იქა და მე ალბათ რაც გეიზერებს და იმებს ნახავენ. მაგრამ საინტერესო არის ცოტა მეგობრებო ნახეთ უყურეთ თან ინსტრუქტაჟი წერია შეიძლება დათვი შეგხვდეთო რა წერია prepare to be account და watch for sign of bit activity დააკვირდითო და მე უყურეთ როგორ დაიცვათ თავიო რა. აუცილებლად უნდა წაიღოთ ეს სპრეი თუ დათვი გამოჩნდა ამას მაინც შეასხავ ან თუ არა გაგდა და ასე უნდა მოიმტარუნო თავი და დათვი დაგადებს თავ და რავი თელი წესები ამაზიგეთ რა მეგობრებო დათვი დაინახე და ეს არა გაგაზე უნდა დაწვე და ელოდებოდე სანამ დათვი თავს დაგადებს ნახეთ თუ ვაგჯერთ მეგობრებო ეხლა უნდა დაწვი ასე და დაგადებსო და ვეიცებერა უყურე რა სტერია drop you ground play dead ვითომ დაწექიო ვითომ თავი მოიმტარუნეო სახეო down and clap ესე იგი lie face down and clap your hands over the back of your neck ესე იგი ასე սկისერთან მიიტანეო და უყურე თავი რა წერია wait several minutes after the beer leaves before getting up and leaving this area გაიგეთ მეგობრებო რას ამბობს ესე იგი დაწექიო ხო ასე დადექიო და დაილოდეო და იქამდე იყავიო სანამ დათვი არ წავაო და მე რო წავ მე ადექი და წავიო გააკ მაგის გული მეგობრებო ესეც თავისებური ადრენალინი გამოვა ამ შემთხვევაში რა ინტუიცია ინსტრუქტაჟი მოცემულია და შეუდექითო და წადითო აი მეტისმენად ილიკები და მთელი ამბები ახალამაზია რა მეგობრებო და რა თავარია მეგობრებო ჰაერია ეხლა წამოვედ ნაძვნარი ფიჭვნარი ეს მოდის და დიდი მასა ფილტრები გავიწმინდეთ თქვენს მაგიათაც ჩათვალეთ რომ თქვენს მაგიათაც მე გავიწმინდეთ ფილტრები კარგი კაი ცხოვრება და ვთქვათ მაინც გული დამწყალო არა ჩაგვივარდება რამე ვარიანტი და წავალთ უბრალოდ აი ხე ცოტა ხანში დაბნელდება და აზრი არ ქონდა თორე ცოტა იქ რომ მივსულიყავი იმ რა ქვია იმ დასახლებაში იქიდან ტაქსით და რაღაცით მაინც მოვახერხებდით იქ მისვლას მაგრამ ამჟამად არ გამოგვივიდა აკეთება მეგობრებო და რა გემშვიდობებით ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას ბედნიერებას და ყოველთვის სუთაჰაიში ყოფილიყავით არა მაგრამ ფაქტია რომ იელოუსტოუნის ჰაერი ჩავისუნთქეთ კარგად მომავალ შეხვედრამდე მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე